ბოლნიში ტრადიციული საშობაო ალილო მოეწყო. მსვლელობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნიშიდან დაიწყო და მოხუცთა სახლ ჭაღარაში დასრულდა. საშობაო ალილო ყოველ წელს ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ლოცვა კურთხევით იმართება, რომელშიც მოქალაქეები, სასულიერო პირები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. საშობაო ალილოს ტრადიცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით 2000 წლიდან აღდგა. აღნიშნულ ტრადიციას ბოლნისი მეუფე ეფრემის ლოცვა კურთხევით უკვე მე-18 წელია უერთდება. დღეს სრულიად მართლმადიდებლური სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ტრადიციულად წელსაც შობის ალილოს მსვლელობას შევუერთდით. როგორც მოგესალმება, ჩვენი წინაპრები ამ დღეს შეგროვილი ნობათით სწორედ იმ ადამიანებს მოინახულებდნენ ხოლმე, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდათ. ჩვენს წელს ტრადიცია არ დავარღვიეთ და ჩვენს მოხუცთა სახლის ბენეფიციარებს სიმბოლურად კბილებით მიულოცეთ შობის დღესასწაული. კიდევ ერთხელ გილოცავთ შობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას გისურვებთ. ეს საოცარი ტრადიცია ალილოობის, ლიტანიობის, აზეიმო ლოცვითი მსელობის აღდგა მას შემდეგ, რაც ჩვენი ეკლესიის საჭიროებელი გახდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ჩვენი ღვაწლმოსილი ილია მეორე. უერთებით ჩვენ, ბოლნისი, ბოლნისელები, თითოეული ოჯახი, ჩვენი შვილები, ჩვენი პატარები, ჩვენს გულებში იშვება მაცხვარი. ხედავთ, როგორი დიდი სიხარულია. ჩვენი პატარები განასახიერებენ ანგელოზებს, ნამდვილი ანგელოზები არიან ისინი. შევთხოვთ უფალს ჩვენს ოჯახებში, სრულიად საქართველოში იყოს მშვიდობა, იყოს რწმენა, იყოს სიყვარული. ძალიან მადლობელი ვარ ყველაზე. ყველაზე მადლობელი ვარ. სიხარული მოგცეთ მერმა, თქვენს მომსვლელსაც, წამსვლელსაც და დამჩენსაც ყველას. სიხარული და კარგაწყობა ჩამოგედოთ და მრავალ დასწრებოდეთ. ქრისტეშობის შესწავლა და ყველას გულში ისვას ქრისტე. რადგან ისა ჩვენი გადამრჩენელი.